საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს 26 მაისს ქვეყნის 11 დიდ ქალაქში კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები იგეგმება. მოსამზადებელი სამუშაოები გუშინ დილიდან დაიწყო. რა სანახაობას კვირდებიან ორგანიზატორები? ნანუკა ქაჯაია ისაუბრებს თავისუფლების მოედნიდან პირდაპირ ეთერში. ნანუკა, გისმენთ. ჩვენ ახლა თავისუფლების მოედანზე ვიმყოფებით, სადაც 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის გენერალური რეპეტიცია რამდენიმე წუთში დასრულდება. სწორედ ამიტომ თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე მოძრაობა შეზღუდულია. ხვალ ზუსტად ამ ადგილას 3 საათზე თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფოების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება. ფიც საქართველოს პრეზიდენტი ჩაიბარეს, რის შემდეგაც სამხედროები საქართველოს ჰიმნს შეასრულებენ. სპეციალურად მოწყობილი სცენიდან მათ და საქართველოს ყველა მოქალაქეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგოლაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიმართავს. ხვალ დილიდან გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, ხვალვე დაგეგმილია თავისუფლების მოედანზე დროშების ფლეშმობიც. ეს ბოლო დღე გენერალური რეპეტიციის დღე გვაქვს და ორჯერ-სამჯერ უნდა შევეერთოთ ეს ყველაფერი მთლიანობაში როგორ მოწესრიგდება. შემდეგ კიდევ უნდა გავანთავისუფლოთ თავისუფლების მოედანი, ეხლა გადაკეტილია. რომ რეკვიზიტების და ტრანსპორტების შემოტანა და გადატანა მოხდეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესადმი მიზნით საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი იღებს მონაწილეობას, რომელიც შეასრულებს სახელმწიფო ჰიმნს ანსამბლ კაცასთან, აგრეთვე აკომპანირებას გაუწევს ფლეშმობ შოუს სამხედრო საკონცერტო მარში და მიიღებს ფიცის მიღების ცერემონიაში მონაწილეობას. თბილისის მსგავსად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ 11 დიდ ქალაქში აღნიშნავენ. მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის ყველგან უკვე დასკვნით ეტაპზეა. ქუთაისში ხვალ იქნება სპორტული, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. ასევე რაც შეეხება ბათუმის ზღვისპირა ქალაქში ხვალ დაუკრავს სასულე ორკესტრი, ასევე ტრადიციულად ბერიკები მოაწყობენ მსვლელობას. რაც შეეხება სამეგრელოში ხვალ მთავარი ღონისძიება დილით მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდია ზეგლების ყვავილებით შემკობა. ღონისძიებები არის. ეს არის როგორც საბავშვო გასართობი ხასიათის სანახაობები თეატრალიზებული. ასევე არის სხვა თემატური გამოფენები, თექის გამოფენა, ფოტო გამოფენა, სადაც იქნება ასახული ქუთაისის სხვადასხვა ისტორიული უბანი. გარდა ამისა, დილის 8 საათიდან უკვე იქნება სამხედრო ტექნიკის გამოფენა და ყველა მსურველს შეიძლება რომ დაათვალიეროს ამ ტექნიკის სხვადასხვა ექსპონატები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ზუგდიდის საზოგადოება პირველ რიგში ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ზეგს შეამკობს ყვავილებით. მთელი დღე იქნება სხვადასხვა ღონისძიებები დატვირთული, ცენტრალური ბულვარის ტერიტორია იქნება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, იქნება შეჯიბრება მკლავჭიდში. ის განმავლობაში დაახლოებით პირველი საათიდან უკვე დაიწყება მსვლელობა მივალთ ქართული არმიის დაღუპულთა საფლავებზე თავისუფლების მოედანზე პატივს მივაგებთ. ამის შემდეგ უკვე სასულე ორკესტრის მსვლელობა, ბერიკების, ქუჩის გასართობის სანახაობები დაიწყება. 26 მაისის აღსანიშნავად გუშინ თბილისის მერის ინიციატივით ყვავილების ფესტივალი დაიწყო, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს 96 წელს დამოუკიდებლობის, როგორც გითხარით, 11 ქალაქში აღნიშნავენ. საქართველოში ყველგან გალა კონცერტი, საქართველოს ჰიმნითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება საყაბო. ნანუკა ქაჯაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში და დღის